გამარჯობა, მე ნინი ვარ. მე სალომე და ჩვენ ორივენი მეცნიერებათა სკოლაში ვსწავლობთ. ჩვენი დღევანდელის გადაცემის თემაა თავისმოვლა და ჰიგიენა. ნინი, როგორ იწყებ თავისმოვლას? სალომე, ჩემი დღე იწყება ასე: ვიღვიძებ, ხელპირს ვიბან, კბილებს ვიხეხავ და ვემზადები სკოლისთვის წამოსასვლელად. შენ რას აკეთებ? მეც იგივე რუტინა მაქვს. მოდი ახლა ვისაუბროთ, რატომ არის ჰიგიენის დაცვა საჭირო და თავისმოვლა. ნინი, იცი რა, კბილების ხეხვა აუცილებელია დღეში ორჯერ მაინც, რადგან მიკრობები არ დაგვიგროვდეს და ჯანმრთელი კბილები დიდხანს გქონდეს. და თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მიკრობები ჩვენ კბილებს გაგვიფუჭებს. სალომე, იცი რა, მართალი ხარ, მაგრამ ხელების დაბანა აუცილებელია, რადგან ზე ბევრი ბაქტერიაა. და თუ არ დავიბან, შეიძლება რაიმე სახის დაავადება გამოვიწვიოს. ნინი, ეს ყველაფერი შენია, რა გინდა მით უმეტეს სკოლაში გამოგაყრის სახეზე? არა სალომე, ეს ყველაფერი ჩემი დედიკოსია და იმისთვის წამოვიღე, რომ ვანახოთ ჩვენს თანატოლებს, თუ რა უნდა გამოვიყენოთ და რა შეიძლება მინიმუმ თვეში ერთხელ წავისვათ. ნინი, იცი რა, ხშირად ჩვენი თანატოლები მოზარდი დაიყოს ან თავისი დედიკოების საშუალებებს იყენებენ და ვერც კი ხვდებიან, რომ ამეებით თავის კანს ძალიან ბევრ ზიანს აყენებენ. რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, მოდი მოვუყვეთ ჩვენს თანატოლებს, თუ როგორ მოუვაროთ ჩვენს სათუთ კანს. ნინი, ნახევ რა დავინახე, თუ ჩვენ გარეთ დავინახავთ, რომ ქარია ან ცუდი ამინდია, ჩვენ ამას წავსვათ, რადგან მუდმივად დატენიანებული გქონდეს ტუჩები. თუ ჩვენ დავინახავთ, მაგალითად ბაკვირებში ვარ, თოვლია, წვიმა, ქარია ან ძალიან ცუდი ამინდია, ჩვენ სახეზე უნდა წავისვათ კრემი, რადგან ჩვენი სახე მუდმივად იყოს დატენიანებული და არ იყოს გამომშრალი. მაგრამ სალომე, ესეც აუცილებელია, რომ ყველაფერი იყოს საბავშვო და უნდა შევიძინოთ საბავშვო ნივთები აფთიაქში. გეთანხმები, როცა უფროსები ამ ყველაფერს ისვავენ, ჩვენ გვიჩნდება სურვილი, რომ ჩვენ დავისვათ, მაგრამ არ უნდა დაგვაწყდეს, რომ ჩვენ ბავშვები ვართ და ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს. გაუფრთხილდეთ ჩვენს ნას კაცს. გეთანხმები სალომე, სუფთა და დაბანილი სახე უფრო ანათებს, ვიდრე საწყევით დაფარული. მე მირჩევნია არ გამოვიყენო ეს, რადგან მქონდეს ლამაზი სახე და პრიალა კანი. ნინი, ხო, გეთანხმები, მე მირჩევნია მქონდეს ტრიალა სახე და დაინახო რა ლამაზიც ვარ და არა ვიღაცის დახატული ნიღაბი. სალომე, მე მგონი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და თროა დავემშვიდობოთ მაყურებლებს. ეს იყო გადაცემა ტელესკოპი სალომესთან და ნინისთან ერთად. გვიყურეთ ნეო ტივიჯიზე ყოველ კვირას 7 საათზე. ნახვამდის!